დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვიდრე დავიწყებთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას, გადაწყვეტილებების მიღებას, მინდა რამდენიმე თემას შევეხო. პირველი, როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ავარიული საცხოვრებელი კორპუსები. ჩვენ ბევრი გვისაუბრია აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ არის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა. შესაბამისად, მოსახლეობას დავპირდით, რომ წარუდგენდით პროგრამას, რომლის საშუალებითაც ეტაპობრივად მოხდება ამ ტიპის საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება ახალი თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსებით და პროგრამამ უკვე დაიწყო მუშაობა რამდენიმე წელია და შემიძლია გითხრათ, რომ წარმატებით მიმდინარეობს. ყველაზე მთავარი იყო ის, რომ ჩვენ საზოგადოებისთვის წარუგედგინა პროგრამა, რომელიც მოგცემდა საშუალებას აღნიშნული პრობლემა, რომელიც სერიოზული გამოწვევა ეტაპობრივად იყოს მოგვარებული. და შესაბამისად, გვაქვს რამდენიმე მიმართულება ამ პროგრამით. პირველი იცით, რომ თბილისის განვითარების ფონდი ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. გვაქვს ასეთი კონკრეტული არეალები, გუდიაშვილის მოედანი, მიმდებარე ქუჩების სრული რეაბილიტაცია განახლება მოხდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. გარდა ამისა, შევქმნით ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც ასევე თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში. პირველ ეტაპზე იქ მცხოვრები ადამიანები გავყავს ქირით, რა თქმა უნდა, ყველა ხარჯს თავის თავზე მუნიციპალიტეტი იღებს და უკვე 2 წლის განმავლობაში ვაბრუნებთ ამ ადამიანებს ახალ საცხოვრებელ კორპუსებში, სადაც გადაეცემათ გარემონტებული ყველანაირად მოწესრიგებული ბინები. გვაქვს ასევე პროგრამა, როცა პროცესში ერთვება ბიზნესი. ჩვენ ბიზნეს დეველოპერებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა პრეფერენციები გქონდეთ, ეს შეიძლება იყოს კაორის მატება, რომ მათი ჩართულობითაც მოვახერხოთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლება და წელს დავამატეთ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ავარიული საცხოვრებელ სახლების გამოსყიდვის პროგრამას, რაც ითვალისწინებს მესაკუთრეებზე რეგისტრირებული თითქმის ყველა ფართის გამოსყიდვას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ დადგენილი საბაზრო ფასით. სამხარაული შეაფასებს კონკრეტულ ფართებს, რა საბაზრო ღირებულებაც აქვს და თუ იქნება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, ჩვენ ამ ფართებს გამოვისყიდით. ამ პროგრამების ფარგლებში უკვე ათეულობით პროექტი იქნა განხორციელებული, წარმატებით მიმდინარეობს. თავიდან იყო გარკვეული პრობლემები, მოსახლეობა მაინც არ აქტიურობდა ისე, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ მაღალია აქტიურობა, რაც ძალიან კარგია და რა თქმა უნდა, თქვენი თანხმობის შემთხვევაში ჩვენ ეტაპობრივად მოვახდენთ საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლებას, რაც ძალიან კარგია და იაქტიურეთ, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა. დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია კიდევ ერთ პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ მოგმართა იოსებიძის ქუჩის ნომერ 71-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ დეველოპერთან ერთად და ავარიულ სახლის ჩანაცვლების მიზნით შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება ითხოვა. ეს საცხოვრებელი სახლი დგას დღეის მდგომარეობით ავარიული არის, მეოთხე კატეგორიის ავარიულობა აქვს მინიჭებული და რა თქმა უნდა, საჭიროა დემონტაჟი სრული, არ ექვემდებარება რეაბილიტაცია, საჭიროა სრული დემონტაჟი და ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენება. 45 ოჯახი ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გავატაროთ შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებები და დეველოპერული კომპანია, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ მოიყვანა და მათი ჩართულობით მოხდა ჩვენთან კომუნიკაცია, ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით. მოხდება აღნიშნული 5-სართულიანი შენობის დემონტაჟი და როგორც გითხარით, აშენდება ახალი საცხოვრებელი კორპუსი და ამ ოჯახებს გადაეცემათ გარემონტებული ყველანაირად მოწესრიგებული ბინის ფართები. კიდევ ერთხელ მინდა
მიმართოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა იაქტიურეთ და მუნიციპალიტეტი ყველანაირად გვერდში დაგიდგებათ, დაგეხმარებათ, რომ მოხდეს ავარიული საცხოვრებელი სახლების იმ სახლების, სადაც თქვენ ცხოვრობთ, სადაც საშიშია ცხოვრება, არის ბევრი მისამართი, საიდანაც მოსახლეობა გაყვანილი გვყავს და მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, რომ მოვახდინოთ ჩანაცვლება ახალი საცხოვრებელი კორპუსით, თუმცა არსებობს გამოწვევებიც, ამაზეც უნდა ვისაუბროთ, არ უნდა მოგვერიდოს, რომ არის კონკრეტულ მისამართებზე ადამიანები, ვინც ითხოვს გადამეტებულ ფართს, რისი შესაძლებლობად მუნიციპალიტეტს არ გააჩნია, კანონი გზღუდავს, არ გვაქვს ჩვენ ამის გაკეთების უფლება, თუმცა ის ფართები, რომელიც თქვენზე არის რეგისტრირებული, კიდევ ერთხელ პირობას გაძლევთ, რომ თქვენ გადმოგეცემათ ახალ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ყველანაირად მოწესრიგებული, გარემონტებული იმ ფართის და იმ ზომის ბინები, რაც თქვენზეა რეგისტრირებული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა არის და გამოიყენეთ თქვენი კეთილდღეობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, რუსთაველის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ 23 ივლისს, რის გამოც ავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდა. მოძრაობის შეზღუდვისთანავე სამუშაოები ობიექტზე მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში. ამ დროისთვის მთლიანად დასრულებულია ასფალტის საფარის მოფრეზვის სამუშაოები, რაც პროექტის საწყისი ეტაპი იყო. უკვე მეორე დღიდანვე ობიექტზე შევიდა კომპანია GVP, რომელმაც წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების სრულ მასშტაბიანი განახლება დაიწყო. პირველი, რაც გაკეთდება, ეს არის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის განახლებას, ვერ ვიტყვით ფაქტიურად ახალი პროექტი ხორციელდება, ახალი მილები ჩაიდება. ეს არის პროექტი, რომელმაც ათეულ წლებს უნდა გაუძლოს და ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ამ ყველაფრის მოწესრიგება. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, როდესაც ვიწყებთ სამუშაოებს, ზუსტად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც მომავალში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამზირის საინჟინრო ინფრასტრუქტურას. პარალელურად კონტრაქტორი კომპანია აქტიურად ახორციელებს ტროტუარზე არსებული მოაჯირების, ბორდიურებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტების დემონტაჟს, რათა მომდევნო ეტაპზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეები მოეწყოს, ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. გარდა ამისა, ტროტუარებზე დაწყებულია მიწისქვეშა კაბელ-არხების მოწყობაც, სადაც შემდგომ საჰაერო სადენები, რომელიც დღეს ჰაერში არის, ყველაფერი მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი. აღსანიშნავია, რომ ყველა სამუშაო ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება, რაც პროექტის შესრულების ტემპს მნიშვნელოვნად აჩქარებს. გარკვეული დისკომფორტი ცხადია აქვს ამ სამუშაოებს, თუმცა ალბათ ყველა ხედავთ თუ რა მასშტაბზეა საუბარი და სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია. შეუძლებელია გადაკეტვის გარეშე ამ ტიპის სამუშაოების წარმოება, თუმცა კიდევ ერთხელ მეორე 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა. ღამის საათებში ძირითადად ხდება შეგროვებული მასალის გატანა, ახალი სამშენებლო მასალის შემოტანა, რომ დღის განმავლობაში ქალაქში ისედაც რთულია გადაადგილება, რომ მაქსიმალურად შეზღუდული იყოს დიდი მანქანების მოძრაობა. ამიტომ ძირითადად ეს ამოღებული ქვაღორღი იქნება თუ ნარჩენები, ამ ყველაფრის გატანა ხდება მხოლოდ ღამის საათებში. დღის საათებში ხდება კონკრეტულ არეალში, კონკრეტულ ადგილზე დასაწყობება და ღამის საათებში მიმდინარეობს გატანის სამუშაოები. კიდევ ერთხელ ბოდიში ამ დისკომფორტისთვის, თუმცა სხვანაირად სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჟიულის შარტავას ნომერ 16-ის მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა განათების ქსელი, სარწყავის სისტემა, სასეირნო ბილიკები, ასევე განახლდება საპარკო ავეჯი.
რის შედეგადაც სკვერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის და კომფორტულ რეკრეაციულ სივრცედ გადაიქცევა, სადაც ადამიანებს ექნებათ საშუალება ნორმალურ გარემოში დასვენების. გარდა ამისა, ახალი ხელმცენარეები დაირღვება, ჩატარდება გამწვანების შესაბამისი სამუშაოები. დიდი არ არის ტერიტორია 2000 კვადრატზე ცოტა მეტია, თუმცა აღნიშნული სივრცის მოწყობა, გალამაზება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კლდანის გამგეობამ მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო ორ ქუჩაზე, სადაც აქამდე ასფალტის საფარი არასდროს არ ყოფილა, არ დაგებულა, რადგან მიწისქვეშა კომუნიკაციები ფაქტიურად არ არსებობდა, უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. საუბარია ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე. სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და ამის შემდეგ მოხდება ასფალტის დაგება, ყველანაირად მოწესრიგებული იქნება და განახლებული იქნება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება, იმიტომ გზა არასდროს იყო მოასფალტებული, წვიმიან ამინჩი გადაადგილება უბრალოდ შეუძლებელი იყო, უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა და ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამუშაოების წარმოება. კიდევ ერთი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება ნაძალადევის რაიონში. ღრმაღელის ქუჩაზე კომპანია GVP ამორტიზირებული და მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა დაწყებული აქვს. გადახდა როგორც ასმელი წყლის სისტემა, ისე წყალარინების ქსელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ ნაძალადევის რაიონის გამგეობა გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას დაიწყებს, რომლის ფარგლებში ასევე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი, ასევე მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია, მოეწყობა ბორდიურები. მისამართზე გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდგომ მსგავსი მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა, ტერიტორიაზე არსებობს დაზიანებული ქვაფენილიანი გზა, რაც ართულებდა ქუჩაზე მოსახლეობის გადაადგილებას. ამ სამუშაოების წარმოება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ესეც ჩვენი დაპირება იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მთლიანად მოწესრიგებული იქნება ყველაფერი თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ნაძალადევის გამგეობა სამუშაოებს ასევე ლოტკინის დასახლებაში, ლაითურის ქუჩაზე ახორციელებს. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია, მოეწყობა ბორდიურები, შემდეგ დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი. მისამართზე გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ აქაც მსგავსი მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა. იყო გრუნტიანი დაზიანებული გზის საფარი, რაც პრობლემებს ქმნიდა როგორც ქვეითად გადაადგილებისთვის, ისე მსუბუქი ავტომობილებისთვის და მთლიანად ეს ქუჩაც მოწესრიგებული იქნება, განახლებული იქნება თავისი კომუნიკაციებით. ეს იყო მეგობრებო, რის თქმაც მინდოდა, ახლა შეგვიძლია უკვე გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე და გადაწყვეტილებების მიღებას. მადლობა.